აქტიური ტურისტული სეზონის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი შემოსავლების ნაკლებობაზე საუბრობს და მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტების დეფიციტზე მიუთითებს. რამ განაპირობა ეს დინამიკა და როგორ აფასებს სექტორი განვლილ აქტიურ ტურისტულ სეზონს? შალვა ალავერდაშვილი, ტურისტული და სასტუმროს ფედერაციის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი ზოგადად შეფასებებით დავიწყოთ განვლილ სეზონთან დაკავშირებით. რამდენად ასე ვთქვათ ხარისხობრივ ჭრილშიც და რაოდენობრივ ჭრილშიც რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო აღნიშნული სეზონი? სეზონი ესე ვთქვათ ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც კარგია და ჯერჯერობით კიდევ არ დაგვისრულებია, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონი წელს არ იყო ცუდი. საკმაოდ დადებითი ტენდენცია ჰქონდა ივნისიდან, საკმაოდ ესე ვთქვათ კარგი სეზონი გამოგვივიდა რაოდენობრივად, ანუ საკმაოდ ბევრი ტურისტი მივიღეთ ქვეყანაში და ზოგადად ესეთი გარდამტეხი სეზონია ჩვენთვის. აბსოლუტურად დივერსიფიცირებული ბაზრებიდან, ანუ სხვადასხვა ახალი ბაზრებიდან მივიღეთ საკმაოდ ბევრი სტუმარი, ეს არის ინდოეთი და ჩინეთი, სადაც ჩვენ გამოცდილება ნაკლები ჰქონდა. რა თქმა უნდა, შარშანაც ყავდა ტურისტები, შარშანწინას, თუმცა ასეთი რაოდენობის ტურისტები არ ყოლია და პირველად ხდება შესწავლა ამ ბაზრების, პირველად ხდება ჩვენი ამ ბაზრებზე მორგება, პირველად ხდება, როცა ჩვენ ამ წუთისთვის დავიწყეთ რეალურად ფიქრი, რას ვაკეთებთ ხვალ, როგორ ვაკეთებთ ხვალ და როგორ ხვდებით ჩინელ და ინდოელ ტურისტებს. აი ამ ნაწილში მინდა სწორედ ჩაგეკითხოთ, 31%-იანი ზრდა გვაქვს მაგალითად ინდოეთის ბაზართან მიმართებაში ტურისტების რაოდენობის მიმართულებით. თქვენ ახსენეთ, რომ ახლა გიწევთ მორგება ამ ბაზრებზე. რა სპეციფიკით ხასიათდება აღნიშნული ბაზრები და რა თავისებურებების გათვალისწინება უწევს ჩვენ სექტორს? რეალურად, როცა ტურიზმის მიმართულება იწყება რაღაც ახალი ქვეყნისკენ, პირველი ნაკადები, პირველი 2 წლის განმავლობაში ეს არის შედარებით იაფფასიანი, ესე ვთქვათ, დაბალმხარჯველი უნარიანი ტურისტები, რომლებიც თავიდან შემოდიან ქვეყანაში, შემდეგ ამათზე დაყრდნობით, ამათ ფიდბექებით, ალბათ 2 წლის შემდეგ უკვე შემდეგ ეტაპზე გადავალთ ამ ქვეყნებთან და შედარებით უკვე საშუალო დონის სტუმრებზე მივალთ, ამ ეტაპზე ყავს შედარებით დაბალმხარჯველი უნარიანი ტურისტი, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე მოდით ვთქვათ ვიზიტორია და ობზერვატორი ათვალიერებს გარშემო რა ხდება და როგორი ფიდბექებითაც აქედან სწავლეთ, ისე განვითარდება ჩვენი ტურიზმის შემდგომში ამ ქვეყნებთან მიმართებაში. კარგი რაც არის ინდოეთის ბაზარს, მოდით ესე ვთქვათ, სეზონურობა ნაკლებად ეხება და იმედი გვაქვს, რომ ინდოეთის ბაზართან მიმართებაში სეზონს გავაგრძელებთ და მთელი წლის განმავლობაში გვეყოლება ინდოელი ტურისტები, თუმცა აღსანიშნავი თემაა, რომ როცა ტურისტები ქვეყანაში შემოდიან, თავისი კულტურა აქვს, ჩვენ შეჩვეული ვიყავით, როცა ტურისტები მოდიოდნენ, რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა იყო, ესე ვთქვათ, საქართველოს კულინარიაზე გაგიჟებული და საკმაოდ ესე დადებითი ფიდბექებით მიდიოდნენ და საქართველოს კულინარია მოწონდათ ყველაზე ძალიან და ამით ამაყები ვიყავით ყოველთვის. ეს პრინციპი ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აბსოლუტურად შეცვლილია საქართველოში ეს ხალხი კი ჩამოდის შეიძლება რამდენჯერ ერთხელ ან ორჯერ ისადილოს ან ივახშმოს ქართულ მიმართულებით დანარჩენი პერიოდი თავისას ჭამენ ყველაფერს შესაბამისად მოხდა ბიზნესის ფეხისაბმა ამ თემაზე და საკმაოდ ბევრი ესე ვთქვათ ახალი ობიექტი გაიხსნა ინდური რესტორნების სახით ჩინური რესტორნების თანდათანობით ესე ვთქვათ ეხლა თანდათანობით იხსნება და ეს ორი ბაზარი კვების მიმართულებით თავის თავს თვითონ ემსახურება მოდით ესე ვთქვათ სასტუმროები ამ ეტაპზე ვცდილობთ რომ რაღაც ადაპტაცია გავიაროთ მოგვყავს ტრენერები ესე ვთქვათ რომლებიც ასწავლიან ჩვენ მზარეულებს რეალურად როგორ მივუდგეთ ამ სტუმრებს თუმცა ამ ეტაპისთვის სასტუმროებში ეს ხალხი მხოლოდ საუზმეს მიირთმევს და ამის შემდეგ მე ესენი გადიან და ათვალიერებენ საქართველოს თუმცა საქართველოს მასშტაბითაც მიმართულება ესეთია რომ ძირითადად ინდოელებმა და ჩინელებმა შეძლეს თავისი ბიზნესების დაწყება, თავისი რესტორნების გახსნა და თავისივე
კვების მოთხოვნილებას, თავისი ტურისტების კვების მოთხოვნილებას თვითონვე აკმაყოფილებენ. ბატონო შალვა, აი ამ ნარატივის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გარკვეულწილად აქცენტი უკვე შეიძლება გააკეთოს სექტორმა რაოდენობაზე და არა ხარისხზე, იმდენად რამდენადაც მაგალითად თქვენ როგორც ახსენეთ, ისინი ძალიან ბევრ სერვისს არიღებენ იგივე კვების მიმართულებით და ასე შემდეგ და ანუ დღეს მოცემულობაში ვართ, როდესაც უკვე რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს. ამ ეტაპზე ესეთი მაგიტო თქვი რომ წლევანდელი წელი არის ესე ვთქვათ გამოცდების და გარდამტეხი წელიწადი რას ვაკეთებთ ეხლა უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორ საით მიმართულებით წავიდეთ აქამდე ძალიან საკმაოდ ბევრი თანხა იხარჯებოდა არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ასევე კერძო სექტორი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯებდა სერვისის გაუმჯობესებაზე და ბევრ ტრენინგზე ამ ეტაპზე შემოსული სტუმრებისთვის ჩვენთან არსებული სერვისი საკმაოდ მაღალი დონის არის და მათ ამის პრეტენზია საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, ის თემა, რომ ფული დაიხარჯოს სერვისის გაუმჯობესებაზე ამ ტურისტებისთვის ნაკლებად სავარაუდოა ეხლა სასტუმროები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, აქეთ წავიდნენ და სერვისის გაუმჯობესებისთვის იზრუნონ. თუმცა მოდით ესე ვთქვათ, ეს ხო არ არის 100% სტუმრების რა. აი ამ დისბალანსში ვართ ეხლა, არის რაღაცა ტურისტების რაოდენობა, ვისაც უნდა მოვემსახუროთ და ამათთვის გვჭირდება სერვისის გაუმჯობესება, მაგრამ მასა ტურისტების, რომლებიც ეხლა შემოდის, ამათთვის ამ ეტაპზე ესე სერვისების დამატება საჭირო არ არის. შესაბამისად, ადაპტაციას ვაკეთებთ და ეხლა ვართ გარდამტეხ ეტაპზე. უნდა ვიცოდეთ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. პირადად ჩვენ მენეჯმენტის ქვეშ რაც არის ჩამოვიყვანეთ ინდოეთიდან ჩვენი ნაცნობები, მეგობრები და ტრენინგებს უტარებთ ჩვენ პერსონალს, როგორ მოექცნენ მაგალითად ინდოელს სტუმრებს. რა უნდათ ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რას ელოდებიან ჩვენგან და აქედან გამომდინარე უკვე ვცდილობთ რომ ადაპტაცია გავიაროთ ამ ახალ ბაზრებზე. ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ, რომ დღეს არსებული ნაკადისთვის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ის ხარისხობრივი ნაწილი საკმარისზე მეტიც არის, რასაც თავაზობენ ქართული მომხმარებლები. ჩვენ კარგად ვიცით, თუ სექტორმა რამდენი იმუშავა, იგივე სხვადასხვა ხარისხობრივი სტანდარტის აწევაზე. აი ამ რეალობაში რამდენად მოხერხდება ამ სტანდარტის შენარჩუნება და მომსახურების, ასე ვთქვათ, დონეზე თუ შეიძლება აისახოს ეს, ხომ არ უნდა ველოდოთ, მაგალითად, რაღაც პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ჰორეკას მიმართულებით მომსახურების სერვისის გაუარესებას. ყურეთ, მე აღვნიშნე, რომ ეს ხალხი მაგალითად რესტორნებში თავიანთ რესტორნებს ხსნიან და თავიანთ რესტორნებში აკეთებენ კვებას. შესაბამისად, სასტუმროებს ბრეიქფასტის მხრივ, ესე საუზმეს მხრივ, ესე ვთქვათ, საუზმელი მხოლოდ და მორჩა. დანარჩენი შემთხვევაში უკვე თავისივე რესტორნებში იკვებებიან. შესაბამისად, დანარჩენი რესტორნები უნდა ასეთ გაყვეს იმ გზას, რაც აქამდე ვაკეთებდეთ და ტრენინგები უნდა გაგრძელდეს და ეს უნდა იყოს უწყვეტი ციკლი და ეს ტურიზმის სექტორის მუდმივი თანმდევია ტურიზმის სექტორში, როცა ტურიზმის სექტორი იარსებებს, ტრენინგები უნდა იყოს და სულ მუდმივი გადამზადება უნდა მიდიოდეს და რასაც ვაკეთებთ სულ. ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო მიმოხილვისთვის ტრადიციულად მაყურებელს შევახსენებ შალვა ალავერდაშვილი სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რომლის აქტიური ფაზაც პრინციპში უკვე დასრულებულია. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას, რამდენად რეალური და მოსალოდნელია ქვეყნისათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და რაც მთავარია, რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ამან ჩვენს ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შესახებ უფრო ვრცელ ანალიზს ჩვენ სიუჟეტში მოისმენთ. შემდეგ კი უკვე აღნიშნულ თემაზე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს.